უყურებ ისე რომ ეს არის თვით რუსეთის პროპაგანდისტული სტრატეგია და ამას ახორციელებს ახლა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. თუ გახსოვთ რამდენიმე დღის წინ ლავროვმა თქვა რომ მთელი დასავლური სამყარო ჩვენი მტერი არისო და ეს არაერთხელ გვინახავს მათი ლიდერებისგან წარმოთქმული რომ აი რუსეთი არის ალყაში რომ რუსეთს ყველა ებრძვის და იმ მიზეზებს კი არ ამბობენ რატო ებრძვის რუსეთს რატო არ უყვართ მაგალითად უნგრეთში რატო არ უყვართ ჩეხეთში რატო არ უყვართ მოლდოვაში რატო არ უყვართ საქართველოში იმ მიზეზებს კი არ ამბობენ რომ შეიჭრნენ ხალხი დახოცეს ქვეყნებს დამოუკიდებლობა გაუქმეს დესუვერენიზაცია მოახდინეს აი ამ სახელმწიფოების იგონებენ სხვა ნარატივს მაგალითად გეტყვია რომ იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და აი ესენი მართლმადიდებლობას ებრძვიან ყველანი დანარჩენები ეს არის გლობალისტური რაღაცა პარტიები ან ამ შემთხვევაში რას ეძახიან deep state და აი ერთი და იგივე არის ეს ნარატივი რუსოფობია როგორც რაღაცა მძიმე ამბავი რომელიც შეეყარა მთელ მსოფლიოს და ამ რუსოფობიასთან ბრძოლა და აი ამ ნარატივს აგრძელებს ირაკლი კობახიძეს. მე პირდაპირ ვთქვა რომ 2012 წლიდან დღემდე არ ყოფილა არც ერთი პერიოდი როცა მათ არ ეცადათ აი ამ ნარატივის დამკვიდრება. პირველი რითაც მოვიდნენ ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს იყო რომ საქართველო არის პატარა სოფელი ჩვენ არ შეგვიძლია არაფერზე გავლენის მოხდენა რომ ჩვენ არ უნდა გავხდეთ დასავლეთსა და რუსეთს შორის რაღაც წინააღმდეგობის საგანი ეს მუდმივად მკვიდრდებოდა და წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო აგრეთვე ივანიშვილის ცნობილი ნათქვამი რომ იქ რაღაც ორიოდე საწყობი დაინგრაო და ამის გულისათვის არ უნდა ყოფილიყო პასუხი ისეთიო ლაპარაკი არის ავნევის ნულის დაბომბვაზე ადამიანთა მსხვერპლზე იმაზე რომ კიდევ რამდენიმე საათი და ერთი დღე რო გაგრძელებულიყო ეს ამბავი უკვე დაწყებული იყო დაცლა ამ სოფლების მარტო ავნევის და ნულის კი არა სამაჩაბლოს ძალიან ბევრი სოფლის და გამოდიოდნენ უკვე იქიდან ასე რომ ეს არის ნარატივი მაგრამ ეს არის ნამდვილი რაღაცა აპოთეოზი ახლა აი ამ კამპანიის რომელიც ქართული ხალხის წინააღმდეგ წარმოებდა რაც ხდება ამ დღეებში პირდაპირ გახდა რაღაცა კრემლის ქვედანაყოფივით ლაპარაკობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აი აქ ჩვენ ხედავთ უკვე ნამდვილად ტრაგიკულ კოლიზიას ტრაგიკულ წინააღმდეგობას ქართული ხალხის სახელმწიფო მიზანს ეროვნულ ამოცანასა და ივანიშვილის ხელისუფლების მერკანტილურ მიზანს შორის რომ შეინარჩუნოს ჩვენი ძარცვის უფლება. აი ეს არის ახლა ეს გამოჩნდა ძალიან კარგად და მე მიმაჩნია რომ ეს არის უდიდესი სისუსტე ქართული ოცნების მმართველობის. როდესაც ის რაღაცა ფსევდო სადისკუსიო ლაბირინთებში კი ვერ გვახვევს ისე როგორც ამ წლების განმავლობაში აქ და როდესაც მათ დასჭირდა ღია თქმა რომ არიან რუსეთის მხარეს და ღია ქმედებები დადასტურება და ალბათ ამაზეც ვისაუბრებთ აი ამ რაღაც საწვავით მომარაგებაზე ოკუპირებული ტერიტორიების აი ამის ისეთ რა არის საერთოდ ხო ეს ოკუპირებული ტერიტორიის მომარაგებაა თუ საერთოდ პირდაპირ რუსეთის მომარაგება არის ამ კუთხით თავად რა თქმა უნდა კი ბატონო ის ჯანდაცვის პროგრამაც კარგია რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ენგურითაც რო რაღაცა ელექტროენერგი იქითხედულობთ ელექტროენერგიას ხშირად ესეც შეიძლება ცუდი არ იყოს რომ თქვა ბენზინი და რაღაცა კავშირებს ვაბავთ მაგრამ გალში რო აპარტეიდია ამ დროს ამასთან დაკავშირებით რა ქნებ ეს მაინც გამოივაჭრე რაღაცნაირად რომ გალში ქართველებს ქართულად ლაპარაკის გამო სკოლაში ბავშვები არსებობენ ხო ანუ დიახ მინიმალური ეროვნული ინტერესი არის არსებობს დიახ ასეთი ინტერესი რომ გალში ის მართლა რაც არის ჩვენი უფლებების შელახვა რომ ეს არ არსებობდეს მაგრამ არსებობს კიდე დიდი ინტერესი საქართველოსი წეღა რომ ამბობდი რომ აი ეს ორი ამბავი შეეჯახა ერთმანეთს ჩვენი ეროვნული ინტერესი და ხელისუფლების სურვილი რომ აი ეს იპაროს კონცენტრები კონდეს ხალხი გააწამოს გააღარიბოს ქვეყნიდან გასაქცევად გაუხადოს საქმე აი ეს უზარმაზარი ინტერესი არსებობს და მთელი სამყარო დღეს არის გაერთიანებული
იმ იდეის, იმ აზრის გარშემო, რომ შეაჩეროს როგორმე რუსეთი, რომელსაც უნდა რომ დააქციოს ცივილიზებული თავისუფალი სამყარო, ხო? არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, სადაც ეს სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს. მთელი მსოფლიო ცდილობს მოიგონოს რაღაც მარწუხები, მუხლურჭები, აი ამ რუსული იმისად, იმიტომ არის ეს სანქციები, ხო? იმიტომ არის რომ როგორმე შეაჩერონ ეს რუსეთი. აი ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება ის ქვეყანა, რომელსაც 300,000 დევნილი მხოლოდ აფხაზეთიდან ყავს, რომლებიცაც სახლები არა აქვს ძალიან ბევრჯერ კიდევ საქართველოში და უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება, ბედავს აი აქ ამ ქვეყანაში, რომ როდესაც შეიქმნა აფხაზეთში კრიზისი, როგორც რუსეთის ნაწილში შეიქმნა აფხაზეთში კრიზისი, იქ შეიქმნა ბენზინის კრიზისი, საწვავის კრიზისი, უკრაინის ბრძოლის შედეგად და ეს არის მათი პრობლემა, ხო? და საქართველოს ხელისუფლება ბედავს რომ გააგზავნოს აქედან ისევ ევროპიდან შემოტანილი საწვავი, ხო? ეს არის სრულიად ცალსახად მხარის აღება ქართული დევნილების წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და მხარდაჭერა რუსული ექსპანსიონისტური პოლიტიკის, რომელიც სადმე სხვაგან კი არ ხდება. ხდება აქ სამაჩაბლოში, ხდება იგივე იმ აფხაზეთში, სადაც ხდება ეს ვითომ რაღაც ჰუმანიტარული მისია. იქ ეხლა გვეუბნებია, რომ იქო გალის მცხოვრებლებიო მიიღებენო ამ ბენზინსო. აი ეს ბლეფი, აი ეს უწიფრობა, რითაც არის აღბეჭდილი ეხლა ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების. რას მიიღებენ? როგორ მიიღებენ? საერთოდ ადამიანება და გალის ქართველებს გალი არჩენს დღემდე იმ დანარჩენ აფხაზეთსაც. გალის ქართველების რეკეტით ცხოვრობენ ისინი იქით. თხილით და ამ მიმართულებებით, ხო და გამოყავთ მე და არძიმბას საფლავზე მიყავთ ყვავილებით ხელში ქართველი ბავშვები და ატარებენ აღლუმებს შოხუმის დაცემის დღეს.